de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 240 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. ჩემი ფალავანი ტატამზე დაბრუნდა. ჩემი მებრძოლი ოქტაგონზე დაბრუნდა. ჩემი ვოკალი სცენაზე დაბრუნდა. მივესალმოთ მეგობრებო, მამუკა მდინარაძე დაგვიბრუნდა. შეამჩნევდით რომ სუსის უფროსად ყოფნისას მამუკა განცხადებებს არ აკეთებდა. მაინც ახლა ამ ხელა უშიშროება რო გაბარია. რთულია სიბრძნის ბრკვევა. ალბათ ისიც შეამჩნიეთ რომ ტოპ 5-ის რუბრიკამაც მოიკოჭლა ჩვენთან. მეორე ადგილმაც აზრი დაკარგა. მეც მოვიწყინე, მაყურებელიც მოიღუშა, სცენარისტებიც ფორმიდან ამოვარდნენ. ხო და მორჩა ტანჯვა. მამუკა დაბრუნდა. ჩემი აზრით მამუკა ჯერ ბეისბოლში უნდა წასულიყო და მერე დაბრუნებული. როგორც გოუთს შეეფერება, აი ჯერ ბეისბოლში უნდა წასულიყო, მერე დაბრუნებული. მაგრამ ესეც მშვენივრია. 2025 წლის 3 სექტემბერს მდინარაძე სუსის უფროსად დაამტკიცა ოცნების პარლამენტმა. წინააღმდეგი არავინ იყო. არავინ. 85 ხმით მამუკამ ჩაიბარა ქვეყნის უსაფრთხოება. იმავე დღეს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. ერთ თვეში მამუკა უფროსი ლეიტენანტი გახდა. მერე ერთი თვე გამაზეს. ნოემბერში არ გამოვიდა დაწინაურება. სამაგიეროდ დეკემბერში აიშვეს. 25 დეკემბერს კაპიტანი გახდა. მეორე დღეს კი მაიორი. მართლა მეორე დღესვე გახდა მაიორი. ანუ კაპიტნობის დასასვენებლად რო შეიკრიბნენ, კბილი მოგონების სადღეზე მაიორი იყო უკვე რა. სადღაც ეგრე დაემთხვა. 8 აპრილს მამუკა მდინარაძე გახდა პოლკოვნიკი. უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მამუკა გახდა პირველი პოლკოვნიკი ისტორიაში, რომელსაც ყველა მისწერა. 21 აპრილს კი გახდა გენერალ-მაიორი და 21 აპრილსვე სამსახურიდან გაუშვეს. ცოტა დააკდა მამუკას და გენერალ-პოლკოვნიკი გახდებოდა, როგორც მისი წინამორბედი გრიგოლ ლილუაშვილი. შეგახსენებთ გენერალ-პოლკოვნიკი ლილუაშვილის სიტყვებს ციხისკენ მიმავალ გზაზე. ყველაფერი ღვთისნება. ახლა ვინმე შარიანი არ ჩამეკითხოს რა შედარებაო. მამუკას არაფერი ემუქრება. თუ. დინარაძეს გეკა გელაძე ჩაანაცვლებს. თვითონ მამუკა კი გახდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მამუკამდე ვინ იყო? არავინ. ეს თანამდებობა ახლა მოიგონეს სპეციალურად მამუკასთვის. საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი ამბობს დააწინაურესო, ზოგი კი ამბობს დააქვეითესო. მამუკაზე, როგორც ჩემს კადრზე, მიკერძოებული ვიქნები და ვიტყვი, რომ დააწინაურეს. ერთ წამი რა. დაიცა, მის თანამდებობას წავიკითხავ ახლა ჯერ შესაბამისი რიხით და მიხვდით. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ამ დროისთვის მამუკა არავინ არ არის. შემდეგ კვირაში დაჩქარებული წესით პარლამენტმა დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს ამ სამინისტროს შექმნა და არ ვიცი, მის ადგილზე ცოტა მეწყინებოდა. ჯერ შეექმნათ ბიჭო ეს სამსახური. ჯერ დაემტკიცებინა პარლამენტს, აი სამინისტრო იქმნება. ვა, ისთვის. თურმე მამუკა გადმოყავთ. იცი რა, რავი, უმუშევრად ყოფნას თუნდაც რამდენიმე დღე, ჩემი მამუ არ იმსახურებდა.
მამუკა სუსის უფროსად რომ დაინიშნა, მაშინ პაპუაშვილმა ასე შეაქო. დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს შევინარჩუნოთ მშვიდობა და კეთილდღეობის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობასა და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის. ახლა, როცა რეგიონი დაწყნარდა, მეგობრებო, დამშვიდდა, ტურბულენტობა სადღაც გაქრა, მამუკასნაირი ძლიერი კადრი აღარ მოაცდინეს უსაფრთხოების საკითხებს. ამიტომ ცოტა ხანში იქნება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. აი, მესამე წავიკითხე, ეხლაც არ ვიცი რა ჯანდაბას ნიშნავს. ხაბეიშვილის დასაკავებლად რომ ჯესუსი მოვარდა და რომ დააკავეს და ცოტა ხანში რომ მე შესესეც მოვარდა და დაბნეულები დარბოდნენ და არ იცოდნენ ეთყობა აი ეგენი უნდა დააკოორდინიროს ერთმანეთში რა რავი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თვითონ მამუკამაც სადა. არ წარმოვიდგინოთ რაღაც ხელმძღვანელი, თავმდაბალი იყო მამუკა. კოორდინატორის ფუნქცია ნამდვილად მექნება. კოორდინატორი თქვენ დაუძახეთ, მე დაუძახებ სახელმწიფო მინისტრს. მე რა მაინტერესებს, იცით? ანრი ოხანაშვილი ვერ იქნებოდა კოორდინატორი? სად გაუშვით საერთოდ ეკაც? ხო კარგად არის. რამე წოდება მაინც მიეცით, თუ სადმე არ ნიშნავთ. რავი, ოღონდ ეხლა თლად გენერალს მისცემთ. არ მოუხდება იმიტომ გენერალი ანრი ოხანაშვილი. ამაზე საშილად ცოტა რამე ჟღერს ქართულ ენაზე. მამუკამ 7 თვიანი მოღვაწეობა იმედის ეთერში შეაფასა. მოღვაწეობა ქვია, აბა რა ქვია, ხო 7 თვეში რომ რიგითი რომ გენერალ-მაიორი გახდები. იმედია, აქაც არის დაწინაურებები და მალე მამუ გახდება უფროსი კოორდინატორი. აიგეში. აი უწყებათა შორისი უფროსი კოორდინატორი. მამუკას დაწინაურებას თუ დაქვეითებას გამოეხმაურა ნინო წილოსანი. პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. პოზიცია, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, გაცილებით დიდი მასშტაბისაა, ვიდრე აქამდე იკავებდა. ისე განაცხადა წილოსანმა, ვითომ მასთან იყო შეთანხმებული ყველაფერი. მეც აფერს ვიტყვი წილოსანზე. ამ ეტაპზე მეც მის მხარეს ვარ, ვამტკიცებ, რომ დააწინაურეს. ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ და სხვა რამეებთან ერთად საქართველოსაც ისაუბრეს. რის მიხედვით დავალაგო მათი განცხადებები, არ ვიცი, ანბანის მიხედვით, სიმწრის მიხედვით. აი რის მიხედვით. მოდი როგორც პროსკანდინავიური გადაცემა თითქმის სკანდინავიური ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით დავიწყებ. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ზეწოლა საქართველოს ხელმძღვანელობაზე. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი. დავეხმარებით ქართველ ხალხს გააგრძელოს მშვიდობიანი და ევროპული გზა. ხოცების გადამკიდე დააკვირდით რა კაცი მოხდა ჩემ გადაცემაში ხოსე მანუელ ალბარესი. ისეთი გვარი აქვს რომ დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. მაგრამ პოლიტიკაში წავიდა და ხოცებს აკრიტიკებს, გაიგეთ? ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაკნა. ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს რეჟიმის წინააღმდეგ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი. დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო უარესდება. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. საჭიროა საქართველოში პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა. ანუ საბოლოოდ მინისტრებმა დაადგინეს, რომ პირველ ეტაპზე სამომავლო პროგრესისთვის საქართველოს მოუწევს შეწყვიტოს ევროკავშირის მიმართ აგრესიული რიტორიკა. ვის რა მოუწევს, მაგასაც განახებთო პაპუაშვილმა და კობახიძემ და პირდაპირ ევროკავშირის ელჩს დასცხეს. გეუბნებით,
ძალიან ცოტა დროა იქამდე დარჩენილი, როცა სიტყვას დასხეს, გადატანითი მნიშვნელობით აღარ ვიტყვი. პაվել ჰერჩინსკი მალე გაირკვევა საქართველოს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება. და რაო, აღშფოთდნენ ბიჭები. შალვა პაპუაშვილი. ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა, ჩახუტებით გავეგუდეთ. ისტორია აუხსნა შალვამ ევროკავშირის ელჩს. თუ ისტორიაზე მიდგა საქმე, მოდი მეც ვიტყვი. უცხო ძალები, რომლებსაც საქართველოს გაგუდვა უნდოდათ, იყვნენ არაბები, სპარსეთი, ოსმალეთი, თემურლენგი, რუსეთი. თუ დააკვირდებით ამ ჩამონათვალს, მარტო ის ქვეყნებია, ვისთანაც ქოცები ძმაკაცობენ. ყველასთან. კობახიძემ განაცხადა ჰერჩინსკიზე. ბატონი ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. ცრემლი ჩამოუგორდა კინაღამ ირაკლის. ოცნების პროპაგანდისტი მალხაზ გულაშვილი უფრო თამამად დაესხა თავს ევროკავშირის ელჩს. ჰერჩინსკი ვაკეში ხშირად შემხვედრია ზურგჩანთა მოკიდებული დადის ხოლმე. ვიღაც რომ მიეპაროს და უკან პანჩური ამოარტყას. ხო შეიძლება ხალხი გაბრაზდეს და ვიღაცამ პანჩური ამოარტყას. ვარაუდობდა მალხაზი. კოცებო, რანაირი ხალხი ხართ, ბიჭო? რანაირი ხალხი ხართ თქვენა? რანაირი ხალხი ხართ, რომ საკუთარ წარმოდგენაში მაინც სცემეთ ვინმე ვაშკაცურად, ბიჭო? ფიქრებშიც კი რომ უკნიდან ეპარებით ადამიანს. საკუთარ ოცნებაში მაინც იყავით ვაშკაცები, მაგის დედავატირე. ვინა ხართ თქვენა? აუ ეხლა ამაზე მივეპარებოდი უკნიდან დავარტყავდი, რა უბედო, ვინ ნატრობს ეგეთ რამეს? აუ გავერეოდი ევროპელებში ვითარცა ქორი გნოლის ჯოგში და კაცკაცზე შემოვტყორცნიდი ინატრე ბიჭო. შენი ფიქრებია ვინ გაგიკონტროლებს? შეიძლება ცხოვრებაში შიშარა და უკნიდან მიმპარავი იყო, მაგრამ ოცნებაში იყავი სპაიდერმენი. ვინ გიშელის? გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩაანალიზებაზე. დღეს ისეთი თემა მაქვს, რომ კოკაკოლას კი არ მოვსვავ, კოკაკოლას დავახრიალებ. დავიწყოთ მე. ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა, რომელსაც ადრე ორბანი ბლოკავდა. დიდი ამბავია. შვეიცარელი ფსიქიატრის ელიზაბეთ კუბლერ-როსის მტკიცებით, ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამაზე, გლოვას აქვს 5 ეტაპი. უარყოფა, ბრაზი, ვაჭრობა, დეპრესია და შეგუება. დავინტერესდი ქოცები რა ეტაპზე ხართ ახლა. ავიღოთ ზარქუას ეს განცხადება მადიარის შესახებ. აკაცუკებს ტყუილად გიხარიათ, მშვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც. ეს განცხადება ჩაუგდეთ ხელოვნურ ინტელექტს და ვკითხეთ, ეს რომელი ეტაპია? ციტირებთ ხელოვნური ინტელექტის პასუხს. შენს მაგალითში მადიარიც არ არის ცუდი ბიჭი. ყველაზე ახლოს ეს დგას ვაჭრობის ეტაპთან. გილოცავთ კოცებო, უარყოფისა და ბრაზის ეტაპი უკვე გაიარეთ. ორბანმა რომ მიულოცა მადიარს გამარჯვება და თქვენ მაინც რო ხმების ბოლომდე დათვლას ელოდებოდით. ეგ იყო უარყოფის ეტაპი. მეზურნიშვილის ეს განცხადება თქვენი დეპუტატის დამკვირვებლად რო იყო იქა ჩასული. ეს განცხადება შეუიარაღებელი თვალით ჩანს აქ გარეძალის ჩარევა, განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან. ეს იყო ბრაზის ეტაპი. და მადიარიც არ არის ცუდი ბიჭი, ეგ არის ვაჭრობის ეტაპი. ეხა ცოტა ხანი მოიწყენთ და მერე შეეგუებით. კარგი ტემპით მიდიხართ. ვაჭრობის ეტაპზე შეიძლება ცოტა ხანი კიდევ შეყოვდეთ, ვინაიდან
ბულგარეთში საკმაოდ პრორუსი მოვიდა ხელისუფლებაში. ლეგიტიმურია თქვენი იმედი, რომ აქამდე რასაც ორბანი აკეთებდა, აწი რუმენ რადუვი თუ რადევი გააკეთებს, მაგრამ არ გააკეთებს. უკრაინისთვის 90 მილიარდი უკვე დამტკიცებულია და სანქციების მე-20 პაკეტიც უკვე გავიდა. რას მოიცავს ახლა ეს სანქციების მე-20 პაკეტი? მე-20 პაკეტის მთავარი სამიზნე რუსეთის გაზისა და ნავთობის ინდუსტრიაა. გაფართოვდა სანქციები რუსულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და კომპანიებზე. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებულ შავ სიას დაემატა რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში შემავალი კიდევ 46 გემი. აკრძალულია მათი შესვლა ევროკავშირის პორტებში და საზღვაო მომსახურებების გაწევა. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სავალდებულო შემოწმებებს ტანკერების გაყიდვისას და გათხევადებული ბუნებრივი აირის გადამზიდავი ტანკერებისა და ყინულმჭრელებისთვის მომსახურების აკრძალვას. აიკრძალა ოპერაციები ორ რუსულ პორტთან, მურმანსკთან და ტუაფსესთან და ინდონეზიის კარიმუნის ნავთობის ტერმინალთან. სანქციების მე-20 პაკეტში ასევე მოხვდა 20 რუსული ბანკი, რომლებთანაც ევროკავშირი ტრანზაქციებს კრძალავს. როცა სანქციებს ეხება საქმე, რუსები ისევ უარყოფის ეტაპზე ხართ, ჩვენი რუსები. ძალიან დიდი ხანია უარყოფის ეტაპზე გაიჭერეთ, რომ სანქციები არ მუშაობს. არა და თვითონ რუსები უკვე დეპრესიის ეტაპზე არიან. მოდი რამდენიმე რჩეულ რუს ტიკტოკერს გაჩვენებთ. რჩეულები იმიტომ არიან, რომ ვიდეოების ატვირთვა მოახერხეს. ყველას კი არა აქვს ეგეთი ფუფუნება ინტერნეტი, რომ ვიდეოები ატვირთონ. მოკლედ, моди ვნახოთ რამდენიმე რჩეული. За 4, мать его, ингредиента я отдала почти 800 рублей. В наше время недостаточно 1000 рублей, чтобы сделать греческий салат. У меня 900 рублей на карте. Это все, что я смогла купить. Как элементарно сейчас жить на эти деньги. საოცარი ხალხია რუსები. იმაზე კი არ წერის, რომ მისი სახელმწიფო უდანაშაულო ხალხს, კაცებს, ბავშვებს, ქალებს ხოცავს უკრაინაში. არა, 1000 რუბლი არ მეყო ბერძნული სალათის ინგრედიენტების საყიდლადო და ტირის. დაუშვათ, ცუდი ადამიანი ხარ და უკრაინელების ხოცვა გიხარია. შენიანების ხოცვაზე მაინც შეღონდი, ბიჭო. მილიონზე მეტი შენი თანამემამულე მოკვდა, ან დაიჭრა უკვე, ეგ მაინც გეწყინოს. არა, ბერძნული სალათის მოსამზადებელი პროდუქტები ვერ იყიდა, გაიგე? ერთი ულუფა ბერძნული სალათისთვის საჭიროა. ერთი ცალი პამიდორი, ერთი კიტრი, მეოთხედი წითელი ხახვი, 100 გრამი ფეტა, 10 ცალი ზეთისხილი, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ცოტა ორეგანო, მარილი გემოვნებით. მარა სადა აქვთ მაგათ გემოვნება? შეიძლება მანდ გაჭედა. როგორ ჩანს, რამდენიმე ულუფის ინგრედიენტები უნდა, თორე 1000 რუბლი 35 ლარია. როგორ ვერ უნდა იყიდო 35 ლარად ერთი ცალი პამიდორი და ერთი ცალი კიტრი. ჩვენთან ხო სასწაულად გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ როგორ ჩანს, რუსეთში ძალიან გაიქცათ. ჩვენთან რესტორანში 20-დან 30 ლარამდე ღირს ბერძნული სალათი. შენით რო იჩალიჩო, რავი, უფრო იაფში გამოხვალ. თან ჩვენ კომისია გვაქვს, რომელიც ფასებზე მუშაობს, გაიგე. ცოტა წესიერი მეზობელი რო იყოს რუსეთი, ვათხოვებდით ამ ჩვენ კომისიას ცოტა და დაულაგებდათ ფასებს. დაუბრუნდეთ სანქციების მე-20 პაკეტს. ეს პაკეტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, განსაკუთრებით ეფექტური იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის აკრძალვაში. აბა თუ გამოიცნობთ, რომელი სახელმწიფოა ქოცების მთავარი საექსპორტო პარტნიორი? მსოფლიოში. გავიდეთ თუ გინდათ ქუჩაში 10 ადამიანი გავაჩერო და ვთხოვოთ რუკაზე თითი დაადოს ამ ქვეყანას. გარანტიას გაძლევთ, რომ პირველ ცდაზე ბევრ შეეშლება. ეს სახელმწიფო არის ყირგიზეთი. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა საქართველოსთვის. ყირგიზეთი 1,5 მილიარდ აშშ დოლარი ბრუნვით, ყაზახეთი 910 მილიონი აშშ დოლარი და რუსეთი 750 მილიონი აშშ დოლარი. ეჭვი მაქვს, რომ ყირგიზეთი ჩვენი მთავარი საექსპორტო პარტნიორი იმიტომ გახდა, რომ ქოცები რაღაცას მაიმუნობენ. ადამიანი პირველი ცუც ფიქრობს, ხო? არის შანსი, რომ ქოცები რუსეთს სანქციებისთვის გვერდისავლაში ეხმარებოდნენ.
რა თქმა უნდა არ გამოურიცხავ რომ ყირგიზეთი ოდითგანვე ჩვენი მთავარი პარტნიორი იყო. მაგრამ სადღაც ხო უშვებ 1%-ით დაახლოებით, ან შეიძლება ცოტა მეტით, იმის ალბათობასაც რომ კოცები რაღაცას მაიმუნობენ. იგივე ეჭვი აქვს დასავლეთშიც. ამიტომ მე-20 პაკეტში სანქციები დაედო, აბა გამოიცანით. ყირგიზეთს. მე-20 პაკეტით ევროკავშირის კომპანიებს ეკრძალებათ გარკვეული მოწყობილობების გაყიდვა ყირგიზეთში. კოცებო, მაყუთის მაგარი პონტი იჩითება, რაც პირდაპირ ვეღარ შევა ყირგიზეთში, შეგიძლიათ ასეთი სქემა აწყოთ. ევროკავშირი, საქართველო, ყირგიზეთი. ამას თუ იზამთ, საქართველოზე შეიძლება აკრძალონ ყველაფერი ჩიპიანის გაყიდვა, მაგრამ არ კიდიათ, ცოტა ხანი მაყუთს მოჭრით. რავი, იფიქრეთ ამას. კარგი ამბებიც მაქვს რუსეთუმეებისთვის. უკრაინა დათანხმდა, რომ მილსადენი დრუჟბა ისევ ამოქმედდეს და რუსული ნავთობი წავიდეს უნგრეთსა და სლოვაკეთში. მაგრამ ცუდი რა არის, იცით? ეს მილსადენი შეიძლება ისევ დაზიანდეს და სანქციების მე-20 პაკეტი და 90 მილიარდი ვერ დაბრუნდება უკან. გაცემულია უკვე. მილსადენებს ეგეთ ცუდი თვისება აქვს. ერთ დღეს მუშაობს, სხვა შეიძლება დაზიანდეს. მილსადენი ისე მურდალი რამ. ახლა როცა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია და ნავთობი ძვირდება, დასავლეთის ინტერესებში შედის მისი ამუშავება. ხვალ შეიძლება აღარ იყოს საჭირო, შეიძლება რემონტი დაჭირდეს. ძალიან ფაქიზი რამეა მის ხელოსანი უნდა სულ. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა რუსეთის ეკონომიკაში სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებამდე. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აპრილში გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც 2026 წლის თებერვალში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 1.5%-ით შემცირდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება იყო იანვარში, როცა მშპ 2.1%-ით შემცირდა. გაითვალისწინეთ, რომ ესაა ოფიციალური მონაცემები. მენდე, დამიჯერეთ, ესაა შელამაზებული რიცხვები. მე ვიყო კრასატულია, რეალური რიცხვები თუ უფრო მძიმე არ იყოს. მართლა. მაგრამ, კაი, ჯანდაბას დავეყრდნოთ ოფიციალურ რიცხვებს. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2026 წლის პირველი კვარტლისთვის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის 10.5 მილიარდი დოლარით მეტია მთელი წლის დეფიციტის ნავარაუდებ მაჩვენებელზე. გაიგეთ? ანუ მთელი წლის განმავლობაში რა დეფიციტიც უნდა გქონოდათ, მაგაზე 10 მილიარდით მეტი აქვს პირველ 3 თვეში. და წინ კიდე 9 თვეა. აი ქვეყანა რო იყოთ, გეტყოდით ღმერთი თქვენსკენ მეთქი, მაგრამ ერთ თქვენ დედაც. ჰა. ახლა მთავარი შეკითხვა. ახლა მეგობრებო, ახლა მთავარი შეკითხვა. მეორედ ამ გააცემის ისტორიაში. კოცებო, თქვენ რა უნდა ქნათ, თქვენ? პირველ რიგში მოგიწოდებთ, რომ მამუკა მდინარაძე დააბრუნეთ სუში. ამ არეულ-დარეულ მსოფლიოში, გეოპოლიტიკურ ქარიშხალში, მხოლოდ მამუკას შეუძლია გაგვიყვანოს სამშვიდობოს. ახლა სახელმწიფოს განსაკუთრებით სჭირდება მამუკას სიბრძნე, გეოპოლიტიკური ალღო და დიპლომატია. ამის შემდეგ გადახედეთ გეოპოლიტიკურ კურსს. თუ ჩემი არ გჯერათ, მოусმინეთ მოღალატეებს. ლევან მამალაძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა დიდი ენერგია დახარჯა რუსეთთან და რუსეთმა ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა საქართველოსკენ. განაცხადა ლევანმა. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი რუსეთუმეები რო ავიღოთ, ხუთეულში უპრობლემოდ შევა ბატონი ლევანი. და ბატონი ლევანიც ხვდება, რომ რუსეთი დედამულია. და რავი, ხა სანამ მედვედევი არ იტყვის პუტინ ხუილო, მანამდე არ გამოფხიზოდებით. ალბათ თქვენ იცით. სულ ეს იყო რას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.